გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებ გადაღებას. რიგით რომელი სერია აღარს მახსოვს, მაგრამ ეს სერია არის, რომ ჩვენი მადონა ეხა იმყოფება შეტევაზე, სადაც დავამსრულეთ წინა სერია, ხო? და მოდი დავიწყოთ ზედმეტი ლაკლაკის გარაში. იმიტომ რომ წინაზე ძალიან მაგარი ფაითი მოიგო მადონამ სოლოზე რა. და პატარა არმიაც დაგვრჩა თურმე. მეც არ ვიცოდი. ეხლა ჩვენ ჰიროს გამოვიყენებთ, რომ გავხილოთ მადონა. და მე გადავალ შეტევაზე. ის ამას ჰიროს რო ვეძახი, ამასაც დავარქვა სახელი ხო შეიძლება. ამის სახელს აურჩევი, ხა? ესე დავხილოთ. შეტევაზე გადმოვიდნენ ესენი, მოიცა. ორი წამით ნუჩქარობთ. ყველას გეყოფათ. თავის წილი ის არის. ესე. გავხილოთ კიდე. და შევუტიოთ უცებ. ესე. ამათ მოდი სული შეუბეროთ. ამათ ესე ჩამოუყრი რაღაცეებს, თქო უნდა მეთქვა, მაგრამ მოდი ჯერ ამას გამოვიყენებ მიჩა. აქ ჩამოუყრი ამას. აქ ამას გამოვიყენებ. რა კარგად მოხდა. მოდი აქ დრაკონის სროლა ერთი. აქ ამას შევაგდებ სანამ მაქვს. დიდ კი არ მომწონს ეს ფელი, მაგრამ არა უშავს. ესე მშვენიერი. ამათ რა ხდება ეხლა? თქვენ გადაერთვეთ მრავალ სროლაზე და ამათ შევუტიეთ. ყველაფერი ისე დალაგდა, როგორც მე მინდოდა. გავხილოთ მადონა. და დავასრულოთ ეს ბრძოლა. აქ პრობლემური არის, რომ ეს დანარჩენი არმია გავხილო, ამიტომ გჭირდება ნებისმიერი დასახლება. რომელიც ჩემი კლიმატისთვის შესაძლებელია, რა თქმა უნდა. 9% მიჩვენია აქ კაპიკებს. Просто ეს რით ვერ მოკვდა, ეს რამდენჯერ უნდა, რამდენჯერ. კარგი არა, მაგაზე პრობლემა კი არა, უბრალოდ მაინტერესებდა რა, რამდენჯერ. ამას გაუძლიერებ ახლა რაღაცებს. ამას 1 2 და ზედა ფლანგი რაც არის, რაც ჭირდებოდა, ყველაფერი აქვს გაძლიერებული ახლა ამას. ამიტომ მივაწვევი სუქვედას, რაც ნიშნავს, რომ წავალ აი public order-ზე, მე აქ და ეს lightning strike მჭირდება. Lightning strike არის, რომ სიტყვაზე რომ მე აქ მივიდე, lightning strike ჩავრთავ და მარტო ამათთან მომიწევს ბრძოლა რა, ვინც პირველები არიან. მაგრამ ამ შემთხვევაში Malus Dark Blade-იც უნდა გავაკოროთ. და წესით უკნიდან უნდა წამოვიდეს დაახლოებით აი აქეთ ამ მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ რა კუთხითაც შევუტიეთ, ეგრე გამოდის. კუთხიდან მოდიან, ოკეი. ეს არის ჩემი უსაზღრესი მაპი, რომელიც არ მივასება. იმიტომ რომ რაღაცა ქვემოთ არის, ყველგან ცუდი დასაწყისი არის რა, აი ვერსად ვერ შევუტევ.
მაგრამ ჩვენ გემოვნებაზე ხა არავინ გვითანხმდება. შენ ჩემო კარგო, მალე მოკვდები. აბა ნახოთ ის. უცებ გავხილოთ, მოდი. მაგრამ ამას თავისი ხილიც აქვს, ერთხელ შეუძლია გამოიყენოს. ამასაც. ოკეი, დავასრულეთ. მალუსი მოკვდა. დროებით, რა თქმა უნდა. რაღაცა 2-3 ტურნის მერე ისე გამოჩნდება. ვინაიდან მალუსი ლეგენდარი ლორდია, ამიტომ თუ მოკლავ, შეგიძლია თავიდანვე აიყვანო ისე. პრასტოი ოკუპაცია აქვს. აი ესე და მოდი არმია დავამატოთ. ეს არა მაქვს გაძლიერებული, მაგრამ ეგ არც მინდა. გავყვები ბოლოსში. თქვენთან რა ხდება? იმორტალიტი, გენაცვალე, მოიცა დამატებით 2 პოინტია აქვს. რეზისტანცი გაუზარდოთ. გამძლეობა. და კიდე რა შემეძლო აქ. მეტი ჯაჯაობის არაფერი. ტირიონს რაღაცა პოინტი მოემატა. თქვენთანაც ასე. და მოდი დავამატოთ არჩერები. ეხლა გამჭირდება ეს 2 უკვე შეგვიძლია მოვაშოროთ. და მთლიანად არჩერების კამპანია იქნება ეხლა ამის. მთლიანად რა მაქვს ისინი ყავს შადაუვარიორები ძალიან კარგი რაღაცა. და ერთი ეს აღარ მჭირდება, მოდი მაგიან დავიწყოთ. კიდე ერთი არჩერი. აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი ჰირო კევანი რა არის? მოდი გადავარქვა სახელი, დავარქვა კევინს. შრიფტი. კევინი არის მარტო სახში რო არის, იმას დიოქოთ. აქ ეხლა რა მჭირდება, მეტი არაფერი. ეს გავუძლიეროთ. ეს ვაფშე შემიძლია გავაგდო, მაგრამ ჯერ დაველოდები ამას. დავასრულოთ ტურნი. და იმედია ეხლა ისინი არ გადმოვლენ შეტევაზე, იმიტომ რომ დაახლოებით სამყავს მოსაწევი ეს ლორდი. რა უკეთესი ჩემო კარგო, აგერ. აქაც შემიძლია ავტოზე. იმდენად ძლიერები არიან ეს ლეგენდარი ლორდები. იმდენი ექსპლოიტი აქვთ, რომ ამასაც კი ავტოზე ვიგებ რა. კაი, ამას გავუძლიერებ, ეხლა რაც აქვს გაძლიერებელი, ეს ერთი. ამას გავაგდებ, აღარ მჭირდება და ფული ვიმატება საკაიფოდ. თქვენას მოკლავდით. ვიღაცა მოიცა. ესენი ხა ომში არიან ამათთან მაწყობზე. ამიტომ ამას დაველოდები უბრალოდ არაფერს არ ვიზამ. თქვენ ნახეთ წამოდით და ნელ-ნელა გზას გავიკვლიო. ისე აი ესენი რომ მოვკლოთ, ცუდი არ იქნება. ამას გადავიყვან ამასთან. ასე 2 3 4 5 6 და 7 8
9 და 10 ალბათ. ესაა ჩვენი ლორდის ახალი არმია, რომელსაც წამოვიყვან და აი finally აი ამ რაღაცას მოვკლავ რა. ეს კაი რაღაცაა სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაცა ატრიშენებს გვაკლებს რა. ატრიშენ არის აი ეს ჩონჩხი ვეხატება აი აქ. თუნდაც. ანუ ესენი აღარ გვექნება. მოხდა ამბოვი ჩონჩხი ხატია უკვე, იმიტომ რომ ახლოს მივდივართ. აქ ვინა ჩვენთან ცუდად განწყობილი ეს. თქვენ თუ არ განანოთ, ოღონდ ჯერ აქ ამას მივიზამნე რაღაცა. აჰა, პლუს 25 რეინჯი ძალიან კარგია. ნაკაც მივალ. და აქ ავაშენებ ჯერ ამას. და იმათ შემოვიერთებ უკვე თამამად, იმიტომ რომ ძალიან უყვარვარ ყველას. 6000 რო გადაგიხადო, გაწყობს, არ გაწყობს. ბევრი 1000 რო გადაგიხადო უფრო 13, ხა ძალიან სოლიდურია 13, კაი რა. 19 არჩენი. თქვენ ჩათლახებო. კაი, ხა დაგუშვა შემოსაერთებელი მარტო ნაგაროთი, რომელიც უკვე სულად არის ჩვენ მათ განწყობილი, იმიტომ რომ ამ ელფებთან სახელმწიფო გავაერთიანეთ და მოდი მოვამატოთ უცებ. ესე. -14000 რა იყო, რამდენი ისა გქონდა. კაი, ეხლა თქვენთან მილიტარი ალიანსი თავის ყველაფრით იმენა. თქვენთანაც აი ყველაფერი მინდა აბსოლუტურად. მინდა ჩაგიდე. თქვენ შემოგევლეთ. და ბრძოლაში ჩავაბმევი აუცილებლად. აი მათთან, იმიტომ რომ ისაც არ ვევასებ. კაი, არ გაწყობთ, მოგაწყობთ. ტრეიდი საკმარისია. თქვენთან მილიტარი ალიანსი. დეფენსივ ალიანსი. თქვენ შატლახებო. კაი, ესე იყოს. და კიდევ ვის უყვარვარ აქედან. ხელი აიწიოს ვის უყვარვარ ყველაზე მეტად, აბა. კაი, -14000 რომ აქ ხა აქ. გადასახადი. რამდენი არმია ყავს დავიჯერო. უიმე, ეს ვინა ტეკლისის ერთ-ერთი ლეგენდარი ლორდია. ნუ ძალიან ისიც არა გაძლიერებული. ამას რო შეუტიო და უცებ გავიმარჯო. კაია. ცოტა ფულს მაინც ავხიკავ. და ამას ვეღარ გვყევს. ვერა, ამიტომ წამოყვალ შენ აქ. 1 2 3 4 და 1 2 3 4. მაგრამ ესეც რომ მინდა. ესე ვიცი. თქვენ ნახომდული. ეს კაილორდი აქვს იმასაც აყვანილი. და ეს ვინ არის? ოკეი, არა უშავს. ესეც კარგია, ასე თუ ისე. შემოჯერზე ამას ავიღებ. ნავთად არ მინდა, ეხლა რო აქ ბნელი ელფები მყავდეს. ესენიც ამას მიედგნენ. და თქვენ არ გევასებით, ხო? ვის არ ვევასები, ბიჭო, ეხლა ნახე დაგიხოთ თქვენ. სად არის ელფი? აგერ არის. აჰა, უკვე ვევასები ყველას. მე ნეიტრალურად აი მასაც ავიღებ და მერე გადავალ უკვე ამაც. ესენი არიან ჯუჯები. კაი, ერთი ეს წამოვა აქეთ, ვიცი, მაგრამ აი რა, აი ეს ტვის მიჭამს. კაი, ნუ ნახოთ რა, როგორ საეწყობა.
და თქვენ აღარ მჭირდებით. ერთი ეგვიც, იმიტომ რომ ფული აღარ ამაქვს მე თქვენთვის. აქ ამებს გავაძლიერებ. აქ ორი ერთმანეთი ნამდვილად არ მჭირდება. და ვინ დამრჩა ახლა? კაი, თქვენ გასაგებია. აქ ეს მინდა. კიდე? ესენი ხო, ესენი ახალი შემოერთებული მყავს, ამიტომ ყველაფერზე სათაოდ მომიწევს, რომ გავაკეთო. თქვენც ესე. თქვენც ასე. და მგონი საკმარისი ფული მაქვს ახლა იმისთვის, რომ რაღაცები გავაძლიერო და ფული არ დავინანო. ძირითადად მინდა ზრდა. Gross. ოპა, ესეც კარგია. და მგონი მოგვარებულია ყველაფერი. ერთადერთი ახლა ამას არ ვიცი რა უყო. ანუ ამის აღება შეიძლება, მაგრამ ამათან ომის დაწყება უკვე თემა არის, იმიტომ რომ ომი გვაქვს ძალიან ბევრთან. ამებს არ ვთვლი პირველ 4-ს. მამეთ ეს არაა ჩასათვლელი, იმიტომ რომ მარტო ერთი ის აქვთ. და ამათაც მარტო ერთი ის აქვთ. ანუ ბნელ ელფებთან გვაქვს ომი მარტო. მაგრამ ზოგადად ეს თამაში ისეა მოწყობილი, რომ ბნელი ელფები სულ პირველები არიან რა. იმიტომ ყურადღების აქცევები არიან ნამდვილად. კაი, თქვენი დახმარება არ მჭირდება. ისეც მოგვარდები. ოპა, ეს კაია. ნახოთ რა გვჭირდება აქ. ეს. ეს არ მაწყობს. მეტი ვინდი. ამათ ყველგან სიცოცხლე აღდება უკვე. ეს გამყინვარებაში რომ მოვიყვანე, ალბათ მაგითო. მოდი, ჩავყაროთ მეტი შუბოსნები. ძირითადად არჩერებს ვამჯობინებ ხოლმე, მაგრამ ვინაიდან აქ ყავს მადონა. მაგაზე მიჩვენია შუბოსნები მეტი დაცვა რომ ყავდეს ფრონტი. აქ რა ხდება ახლა? წამოყვათ აქ. აქ ჭირდება მეტი ზრდა. და ეს გეითები რატო აღარ მემატება, ვერ გავიგე. ყველაფერი 3-ზე მაქვს. კაი, ჯერ თქვენ მოგიღებთ ბოლოს, რახან ესე მოითხოვეთ. ჯერ ამათ მოვუგებ ბოლოს და მე აქედან მარტივად ჩამოვაქვენოთ. ეხლა რა მჭირდებოდა, ქვემოთ არის ეს. კაი, ეს კიდობანი არის, ამიტომ მიწაზე ვერ ამოვა. ერთი ამას მიხედეთ თუ შეიძლება. ეს ისი არის, ოპა, ლაიფი კაია. ესეც მოსაკლავი ყავს, იმიტომ რომ როგორც მახსოვს, არა სხვაგან არის ბოდიში. აქედანაც იწყებს ხოლმე ტეკლისი რა, ტეკლისი აქედან იწყებს, როცა Mortal Empire-ის უკას თამაშობ maps. კაია, გავაძლიერებ, მოდი. ამას და გონი ჯობია რომ შეტევაზე არა ჯერ ვერ გადავდივართ აქედან. სხვა რამ ყავს აქ. მოდი აი გამოვიკლოთ რა ხდება შიგნით. ეს არ მიიღო, არ ვიცოდი მე.
როდის სად რანაირად როგორ კაი, ახლა იმას გავთიშავ, სად არის? აჰა. იმიტომ რომ აქ შემიძლია მეოთხეზე გავაძლიერო, მაგრამ მეოთხეზე რო გავაძლიერო, არაფერი არ მოდის რა. ამიტომ ტყუილად თუ ისჭამს ხოლმე. შემდეგი თურნე. იმერიკი სულ დამოუწყდა. ნახოთ სხვები რას მოემოქმედებენ. ეხლა თემა იცი რა არის, ამ იმერიკის გაგდება ესე უბრალოდ არ მინდა. ოპა, ჰირო რეკრუტედ. ახალი ჰირო გავიხსნა. ხო, ამ იმერიკის ისე გაგდება არ მინდა, ამიტომ ეს პეტლი ვათამაშე მაინც. ძალიან კაი ჰიროა სხვათა შორის. შენ წამოყვალასე. და თქვენ ისე ამას ვერ მოერევით, ხო? 18 კაციან არმიას მაინც რო რამე. კაი, მოდი ამასაც მოვკლავ იმრიკით. არ მომერიდება. და მოდი აი გავიყვან. ეს ასე და შემდეგი თურნე. თქვენ წამოყავთ აქ. ვიღაცა ომს მიცხადებს უკვე თავისთავად ცხადია. თქვენ რა გინდათ? Defensive Alliance. ოკეი. მაგრამ მილიტარი ხო არ გირჩევნიათ ისე რომ ფული დაგიმატოთ, რა ვიცი. ნუ ფულს მერე დაგიმატეთ. ეხლა ყველა ლიზარდმენი ომს გავამიცხადებს, რა თქმა უნდა. თქვენ ის გინდათ? Peace Treaty, ოკეი. თუ გინდა ესე იყოს. კარგი, აქ ისე ვართ გაფართოებულები ხა, რომ ჯერ ამას ავიღებ, მოდი. და აქ გავაძლიერებ აი ამას. აქ გავაძლიერებ ამას და ტეკლის გავაძლიეროთ. ტეკლის სანდური რაღაც აქვს უკეთად. სიცოცხლის მომატება, ოკეი. მოისა. ამათ რაღაც უძულ ვართ, კაცო, ჩვენიანები არ იყვნენ ესენი. გადამრევენ ახლა. Past treaties, ოკეი, მაგას დავიკიდებ. კონფედერაცია რო ქონდა და eversion არ ვიცი რა არის. თავი უნდა შევაყოლოთ რა ეხლა მოგინდა არ გინდა. ელფები არიან. და რაც შეეხება აქეთა პლანს. მე აქ ავიყვან უკვე Alastar's White Lions. ოღონდ კი არა, აი აქ. Alastari არის ძალიან მაგარი ვიღაცა, იმიტომ რომ 25%-იანი ფასტაკლებით შეუძლია შეინახოს აი ესეთი. და იმას ავიღებ ყველაფერს იმენა რაც შეიძლება. და მე მიყარონ კაკალი აი ემათმა. ოკეი. ამათ მოწმობთ ხო ნელ-ნელა რა ვიცი, მე რამდენი რაღაცა დავახარჯო. კაი, ჩამოვით ასე. აქ ჩავდგათ. ის რა არის? ეს ჩავდგათ მოდი ჯერ. 1 2 3 ეს არ მჭირდება, ეს გავაძლიეროთ და ესეც გავაძლიეროთ. კაი, შეგძლიათ. გადმოგვიეთ აქ შეტევას. რაც შეგეხება თქვენ? ჩემო კარგებო. მინდა რომ
მოგკლათ. პირდაპირ გეტყვით. და ვნახოთ ვაფშე ამათ 8 ის აქვთ ყურადღება. საიდან აქვთ 8 1 2 3 4 5 5 ხედავ მარტო აქ 6 7 8 რაღაცა. მაგრამ ესენი აშკარად რომ მოუკვდებათ თან ნაგარუთი შეუმიერთდება წესით. კი. ამას ავტოზე გაუშვებ, ბევრი არ უნდა წვალება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაკლდება. ამას გავაძლიერებ. ამასაც ავიღებ რა. კაი, კიდევ მინდა ვშესათამაშო ეს ხო, კი. კაი, იმრიქს მგონი შეუძლია რომ პასტაკლება კონდეს. არა, შეუძლია. მეთქი დრაკონებზე თქო. მოდი ამებს ჩავიხეს თქვენ ჯირი. მაგრამ ეს ძვირია ბიჭო, ხო გადავ 1000. აი მას ჩავიღეს 300 ღირს. მირჩევნია ბევრი. კაი, ახლა გამოვიკვლიოთ რა ხდება აქეთ ამ ხარეს. აქ მოდი ამას გავაძლიერებ. და შემდეგი ტურნი. აი ეს დამოვიწყე ეს ყავდა ეს ახალი ჰირო. ამათმა რაკნეს უკან დაიხიეს. ძალიან ჩმოვლოდ მოიცნენ. ისეც მოკვდებით, ასეც და რა ვიცი. ორი ამათმა საით წამოსულან. მე ხა ტექნიკურად ამათავებ. და ამასაც ჩავივიდეთ. აჰა, აქ შემიძლია დაჟე გავაძლიერო რა. აი ეს. იმრიკი წამოვა აქ. მგონი უკვე საკმარისად ბევრი არმია ყავს, რომ დიდი არმია ყავს, რომ ესენი განადგუროს. თქვენ ქალბატონო გამოხვალთ აი აქ. ეს რომ მოდის, ვითომ ვერ მიჩნევ რა მაგის თემა. ცალკე ლორდი რომ ყავს ასაყვანი არაფერი. რას მეკეთებს ამდენი ხანი? ამდენი ხანი რა ჯერ ერთი ტურნი იყო. მაგრამ არა, რას მეკეთებ ამდენი ხანი? თქვენ წამოხვალთ აი იმის მოსაკლავად. და გუჟველი კაცი რომ ჭირდება. ცოტა მე გავიყვან. ტეკლისი, ჩემო ტეკლისი, სადარასრულია. ჯერ ესენი ვნახო ამას როგორ მოწონვარ. ტრეიდს მოსდომებიათ და არა აგრესიულობა არ უნდა ჯერ. ოკეი. მე მაქვს ასაღები აი ეს. და არ მინდა რომ ჩემო მეგობრებმა დამასწრონ. რაც შეეხება დანარჩენს, აი ამას მოვუღებ ბოლოს. ოკეი, აქ გავარკვევი რა ხდებოდა. აი ეს მაინტერესებს რა სიზამს ოღონდ. ამას აიღებს თუ არა. ნახე რამდენი არმია ყავს. ალბათ ამდენი არმია მე რომ ყავდეს ასეთ პატარა ტერიტორიაზე. რა ვიცი. ნუ ესეც AI-ის ბონუსებია, როგორ მოგატყუოთ. AI ფულზე არაა დამოკიდებული. კაი, ეს მინდა, არ მინდა.
ეს არის ხენის ხმალი. რაც შეიძლება ამათ ეს დაიპყრეს, მაგრამ ესენი უკან დაიპყრობენ, ამიტომ შეჯერობით კარგად დავარ. რაც შეიძლება ამათ პარპაშს უნდა მოეღოს ბოლო. თან ძალიან სასწრაფოდ აი ესე ავტოზე. ოკუპაცია. ეს აღარ დარჩა ამათ არც ერთი ხო 0-ია კი. და აქ კიდე ერთი არმია წამოჭიმული, რომელსაც არენესამ სალსპაიტი მართავს. ეს არის სარტოსას ფლობელი. თქვენ რატო გამირბი ხართ ატომიმალებით? რატომ გამითეთრეთ თმა? ოკეი. თქვენც ასე წამოვალ და მოდი შემიდიეთ, აბა. რისი უკანალი გაქვთ? ამის გამოძრაობა შემიძლია უკვე მოდი ეს ავიღოთ. აქ რა არის აშენებული ნეტა? აჰა, ესა. ხომ ყავს ერთი ეს კი პოლცროვერი მყავს. აქ ამას გავუძლიეროთ, მოდი. და ეს გავაერთიანეთ უკვე. აქ ეს არა ეს არა ბუდიში. ამას უძლიერებთ. და ვნახოთ როგორ იქნება აიმათთან დაპირისპირება. კაი, აქ გამოიკვლიეთ რა ხდებოდა, ეს ამათთან წამოვიდა. ეს ეკონომიური ბალანსი როგორი აქვს ექთემა და როგორც ხავთ ძალიან ბევრს აქვს ძალიან ცუდი. ავტოზე შემიძლია ეს. და მარტო 3 კაცი მაკლდება, ძალიან მაგარი. და ეს რაღაცა ფული უნდა მომცეს ახლა მაგაზე. ეს რაღაცები მომცა, ოკეი. მე მოდი უცებ აქ შემოვხდები. იმიტომ რომ ვაშკარად ესენი მოდიან ზემოთ და მეტი არჩერი. რაც შეიძლება ამას აღარავინ აღარ უტევს. ოკეი. მე წამოვალ აქეთ და მე იქით გადავალ. რაც შეიძლება იმრიკას შეუტიოთ და წაგებაო. იჯო. მე ვარ იმრიკა. შეიძლება წავაგოთ, მაგრამ არა უშავს. ძლიერი აშკარად, ბევრი არმია ყავს. მაგრამ ამ არმიის მოკლა ისეაც გვინდა გაშვება. და გაშვებას ჰაერზე მიჩვენია ცოტა რაღაცა შევეჯიბრო და რაღაცა გამოწვევები ვნახო. ძალიან რთული პეტლი არის. გამოგიყვებით. სად არიან ისინი, ახლა თუ არიან. აქ ხა მთავარია, რომ იმრიკამ იუაშკასოს რა. როს ავაჩქარებ. და წამოვიყვანოთ ასე. ვაყოლა ამას ესრის. წამო. თლად ეგრეც არ შეიძლება.
აქ ჩამოვყაროთ რა. აქ ჩამოვყაროთ ჯობია. ცეცხლოვანი რაღაცეები, ძალიან მაგარი რაღაცაა. მე ერთი დრაკონ ბრესიც რო გავუშვა აქ. მარტი არა ვაფშე აქ აი მასთან ტვინი რო გამიგულა. კაი, ორი წამი. თალდი ისე ვერ წავიდა საქმე როგორც მინდოდა. Tada! ეხლა გადი აქედან. კიდე ეს არის, რომ ჯუჯები ძალიან ნელები არიან, ამიტომ მარტივად გავექცევი ცოტა ხანი, რომ ვირგვინი ვაკეთებთ და იმრიკას მოუმატო სიცოცხლე. საკმაოდ სოლიდურად იმატებს. მოდი აქ წამოდი. მიდი. არ მოგერიდოს. თქვენ კიდე რა ვიცი, რაღაცნაირად უნდა ირგვნოთ აკეთიკით მაპზე რა. ისე რომ არავინ არ დაგიჭიროთ. შვენიერი. აქეთ რა ხდება 4 კაცი. 4 კაცი დევნას არ დავუწყებ, მუჩემნი აქეთ წამოვიდე. ეს რამდენი მაქვს 3 ცალი, ოკეი. ესე უცებ ჩამოვყრი. ეხლა გავიქცევი სავით. ტექნიკური უკან დახევა, გაქცევა არ გიგონოთ. მეც მაგ ეს დრაკონის სროლაგინეს ვარ თქვი რომ ცეცხლს ისვით. მოვისად თქვენ უნდა გაიქცეთ ეხლა აქეთ. იმილიკი გაიხილება. და fresh new წამოვა ეხლა აქედან. აი მათ მოყავს სათანადო დასჯის. კაი, წავედი. აი ცოტა ნერვებს მიშლის რა არ მოგატყუოთ. ამიტომ აი ესე. უკაცრავად. ხა თქვენ წამოყავთ ასე. თქვენ ასე წამოყავთ. და დანარჩენს იმრიკი მიხედავს. კიდე ერთი მოდი. მე თქვენც. და ესე ნელა მოვიგეთ რა. და ორი წამი. აი რას აკეთებთ? ჩვენ მას არჩერებმა დაუშვეს იმრიკას პირდაპირ, წვიში. ძალიან არასწორი საქციელი იყო. რადგან ვიკებდით უკვე. კაი, იმრიკა მაინც გადარჩა. იმედი ესენი შეგვიდებენ. თუნდაც ეს 14 კაციანი არმია რაც აქვთ. ცოტა კვერცხები გამოიჩინონ, მოდი. და რა ხდება, ეხლა გავაანალიზოთ. აი ესენი არიან მოსაკლავები. ეს ფრაქცია განადგურდა. და მოდი აქ დავასრულებ შემდეგ სერიას. ამ სერიას. შემდეგ სერიაში რა მოხდება? ესენი წავლენ და მოკლავენ ამ ერთს და ამ მეორეს. ეს წამოვა და მოკლავს ამას. და ტირიონი წამოვა და ამ ორ არმიას მოკლავს. დიდი იმედი მაქვს, რომ ესენი შემიტევენ მე. და იგივე შეცდომას არ დაუშვებ, რომ არჩევმა იმრიქს დააყარეს. და მოვიდეთ რა. ამიტომ
თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.